აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის და იუსტიციისა და სოციალური ინტეგრაციის მინისტრებთან ერთად შაორის ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა. აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს შაორის ბანაკმა უმასპინძლა გიორგი ჯინჭარაძე ბანაკის მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად შეხვდა და მათთან ერთად აქტივობებში პირადად ჩაერთო. 5 დღიანი პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას და ინტელექტუალურ განვითარებას. ახალგაზრდული ბანაკები ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის მთავრობისთვის, ზოგადად ახალგაზრდების მნიშვნელობა დობის აღდგენისა და შერიგების კუთხით არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენთვის, მათი ჩართულობა ამ პროცესში. შევხვდით ახალგაზრდებს, დევნილებს და მათი ემოციები გავიზიარეთ. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ ბევრ მიმართულებებზე და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აფხაზეთის მთავრობისთვის იქნება მათი ხელშეწყობა და ჩართულობა დობის აღდგენის და შერიგების მიმართულებით. ახალგაზრდობის სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დევნილი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროექტების შექმნა. ჩვენ უკვე მესამე წელია თანამშრომლობთ აფხაზეთის მთავრობასთან და შაოში მასპინძლობთ 100-მდე ახალგაზრდას, რომელთაც შესაძლებლობა აქვს ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის გასართობ და შემეცნებით აქტივობებში და ბუნებრივია მომავალშიც უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ეს თანამშრომლობა და მეტი პროექტი და პროგრამა შეიქმნება მათთვის. ძალიან მინდოდა ზაფხულის საინტერესოდ გატარება და ძალიან მიხარია, რომ ასეთ ბანაკში მოვხვდი. სხვადასხვა აქტივობებია, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ და ვერთობით, ასევე სხვადასხვა ტრენინგები ტარდება.